პეტრეს რწმენაში განახლება. იარლ პეისტი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიიღეთ წერილი, რომელიც ასეთი სიტყვებით იწყება. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, და შემდეგ ამას მოყვება ძალიან საინტერესო ამბების აღწერა, რომლებიც შემდგომ მართლაც მოხდა. წერილის ასეთი დაწყება ბუნებრივია უცნაურად მოგეჩვენებათ, რადგან თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შეიძლება მომხდარიყო ამ აღწერილი ამბების წინ. თქვენ განიცდით ინფორმაციის ნაკლებობას, რომ დააკავშიროთ მოვლენები და შესაბამისი აზრიც გამოიტანოთ. ამის რეზულტატი კი ის იქნება, რომ წერილი აბსოლუტურად დაკარგავს თავის მნიშვნელობას. მსგავსად იმისა, როდესაც წმინდა წერილის სხვადასხვა ადგილები ასეთნაირად იწყება, მაგალითად, ამის შემდგომ, მერე, მაშინ, იმ დროიდან მოყოლებული და ასე შემდეგ, იმისათვის, რომ რაიმე გავიგოთ, ჩვენ გვჭირდება, რომ გავეცნოთ, რა მოხდა ამის წინ. იოანეს სახარების 21 თავი სწორედ ასეთი დამაკავშირებელი ფრაზით იწყება. ამის შემდეგ კვლავ ეჩვენა იესო მოწაფეებს. ხოდა იმისათვის, რომ გავიგოთ, რა მოხდა 21 თავში, აუცილებელია გამოვიკვლიოთ, რა მოხდა ამ ყველაფრის წინ. მაგალითად, რატომ უსმევს ქრისტე პეტრეს სამჯერ ერთი და იგივე კითხვას: გიყვარ ვარ? ამისათვის ხომ უნდა ყოფილიყო რაღაც გარკვეული მიზეზი. ამ თავში ეს მიზეზი ჩვენ სრულად არ გვეძლევა და ამიტომ საჭიროა სხვა თავების დახმარებაც. ან რატომ ეუბნება გამომსყიდველი პეტრეს: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი სადაც გსურდა. მაგრამ როცა მოხუცდები, გაშლი ხელს, სხვა შემოგარტყავს სარტყელს და იქ წაგიყვან, სადაც არ გსურს. ეს სიტყვები აზრსა და მნიშვნელობას მაშინ მიიღებს, როდესაც ჩვენ გავიგებთ ყველაფერს, რაც ამ ამბის წინ მოხდა. ყველაფერი გასაგები მაშინ იქნება, როდესაც გავიგებთ, რომ პეტრეს დაცემა და ღმერთისაგან განდგომილება მაშინ დაიწყო, როდესაც ქრისტეს განცხადებაზე ჯვარცმის აუცილებლობის შესახებ პეტრე პროტესტის ნიშნად ამბობს: არა, ეს არ არის საჭირო. ქრისტე მოწაფეებს აჩვენებდა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო მხოლოდ ტანჯვითა და სიკვდილით. პეტრე კი კატეგორიულად აცხადებს და იძახის: ნურც შეგემთხვევა ასეთი რამ. სწორედ აქედან დაიწყო პეტრესა და იესოს შორის გზების გაყოფა. სწორედ ამ შემთხვევის მხედველობაში მიღებით, ჩვენთვის ნათელი ხდება სიტყვები, რომლებსაც იესო ეუბნება პეტრეს იოანეს სახარების 21 თავის მე-18 მუხლში. სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი სადაც გსურდა, მაგრამ როცა მოხუცდები, გაშლი ხელებს, სხვა შემოგარტყავს სარტყელს და იქ წაგიყვანს, სადაც არ გსურს. რას აკეთებს ამ სიტყვებით იესო პეტრეში? იგი პეტრეს აბრუნებს უკან სწორედ იმ ადგილას, საიდანაც დაიწყო პეტრეს განდგომილება. იესო პეტრეს აბრუნებს უკან ჯვართან. სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი სადაც გსურდა, მაგრამ როცა მოხუცდები, გაშლი ხელებს, სხვა შემოგარტყავს სარტყელს და იქ წაგიყვანს, სადაც არ გსურს. ახლა ვნახოთ, რა არის ნათქვამი ამის შემდეგ. ეს თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს თქვა და უთხრა მას: მომყევი. სულ რაღაც 3 თვის წინ, როდესაც იესომ განაცხადა თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს, პეტრეს არ ჰქონდა სურვილი იესოს გაჰყოლოდა, მაგრამ უკვე რწმენაში აღმდგარ პეტრეს ქრისტე ეუბნება: მომყევი. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ პეტრეს ღმერთთან დაშორებასა და მის რწმენაში აღდგინებას შორის მოხდა მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყო იმ ფაქტთან, რომ იესომ ისევ დააბრუნა პეტრე თავისთან ურთიერთობაში. ხოდა სწორედ ამ მოვლენებთან გაცნობა არის საჭირო, რომ უკეთესად შევაფასოთ ეს საბოლოო სტადია პეტრეს იესოსთან ურთიერთობის აღდგენისა, რომელიც ჩაწერილია იოანეს სახარების 21 თავში. ამ პროცესში ჩვენ დავინახავთ, რა დიდებულია სიბრძნე, წყალობა, სიყვარული და დიდ სულოვნება ჩვენი უფლისა თავისი დაცემული შვილის მიმართ. პირველ რიგში აღნიშნოთ, რომ ფაქტიურად პეტრეს რწმენაში განახლება იქამდე დაიწყო, ვიდრე მან უარყო ქრისტე პატარა გოგონას ხელით მითითებისას მღვდელმთავრის ეზოში. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც იესომ შუამდგომლობის ლოცვა წარმოთქვა თავისი მოწაფეების მიმართ. თქვენ ალბათ იკითხავთ: კი, მაგრამ საიდან შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება? კარგად მომისმინეთ, იესო თავად გვეუბნება ამის შესახებ. და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ, აჰა, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ. ესე იგი ყველა თავის მოწაფეები. მაგრამ მე ვილოცე შენთვის. რა თქმა უნდა, იესო ყველაზე ლოცულობდა, მაგრამ განსაკუთრებით პეტრეზე, რადგან იგი განსაკუთრებული საშიშროების წინაშე იდგა. რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები. შეამჩნიეთ აქ რა ხდება. აქ ბრძოლა შედგა ორ ძალას შორის, სიკეთის ძალასა და ბოროტების ძალას შორის, და ეს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს ადამიანის სულის გამო. ბრძოლის ველად აქ გვევლინება თავად ადამიანის გული, ვინ გახდება მისი მფლობელი. განსაცვიფრებელია, ასე არ არის?
სატანა ითხოვს ადამიანის სულს. მისი სურვილი გასაგებია, მას ამ სულის განადგურება აქვს ჩაფიქრებული. თქვენ შეგიძლიათ სავსებით დარწმუნებულები იყოთ იმაში, რომ მას სხვა არაფერი აქვს განზრახული. წარმოიდგინეთ, რა დღესასწაული იქნებოდა ჯოჯოხეთში სატანას რომ მიეღწია და გამოეგლიჯა სული ჩვენი გამომსყიდველის ხელიდან. თუნდაც ერთადერთი სული, რომელიც იყო გამოსყიდული ქრისტეს უძვირფასესი სისხლით. ეს იმის აღმნიშვნელი იქნებოდა, რომ ეშმაკი უფრო ძლიერია, ვიდრე იესოს გამომსყიდველი მსხვერპლი. სატანა ითხოვს, რომ პეტრე ხორბალივით გაცხრილულიყო. იგი ითხოვს, რომ გაცხრილოს პეტრე ხორბალივით. დიახ, თუ გნებავთ, ეხვეწება ქრისტეს ღმერთის შვილის სულზე. ჩვენ კი ვიცით, რომ მისი მიზანი ამ სულის განადგურებაა. და ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი აძლევს მას ამის უფლებას, მაგრამ მხოლოდ დანიშნულ დრომდე. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა. თქვენ იტყვით, განა შეიძლება, რომ ქრისტეს ლოცვა არ იქნას შესმენილი. მე გეტყვით, რომ არა, მაგრამ თქვენ ისევ მკითხავთ, ამ შემთხვევაში ხომ მის ლოცვაზე არ იყო არანაირი პასუხი. მისი რწმენა ხომ გამოილია, ასე არ არის? პეტრემ უარყო ქრისტე. ქრისტე უარყო, იგი ძალიან დაბლა დაეცა, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, მისი რწმენა არ გამოლეულა მთლიანად. იმიტომ რომ ქრისტე მილოცა მისთვის და ეს შეუძლებელია, რომ ჩვენი უფლის ლოცვა არ იყოს შესმენილი. დიახ, მოხდა პეტრეს გაცხრილვა, უფალმა ეს დაუშვა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოერჩია ბზე ხორბლისაგან. ბზე, რომელიც იყო პეტრეს ნატურა თვითდაჯერებულობისა, მკვეხარობისა და ეგოიზმისა. დიახ, მან მისცა სატანას უფლება, რომ ისე მაგრად გაცხრილულიყო, რომ მას აღარასოდეს აღარ დაეგვეხნა, ხოლო რაც შეეხება მის რწმენას, ქრისტემ ილოცა, რომ მას დამარცხება არ განეცადა. ქრისტემ არ მისცა უფლება ეშმაკს, რომ იგი შეხებოდა ხორბლის მარცვალს, მისი შვილის გულს, მის სიცოცხლეს, რომელიც თავად მისცა, როდესაც მისი შვილი გახდა. ო, მადლობა უფალს, რომ ჩვენ სწორედ ასეთი მხსნელი გვყავს. მას ვერავინ გამოსტაცებს თავის შვილს თავისი ხელებიდან, მან ხომ ეს სული თავისი ძვირფასი სისხლით გამოისყიდა. თუ კი ეშმაკი შეძლებდა თუნდაც ერთი ასეთი სულის მოტაცებას, მაშინ მისი ბოროტი ძალა ქრისტეს სიყვარულზე ძლიერი გამოვიდოდა. მადლობა ღმერთს, რომ არ არსებობს ისეთი არსება, რომელსაც შეუძლია დააშოროს შვილი ქრისტეს სიყვარულს. რა კარგია, რომ მყავდეს ასეთი გამომსყიდველი. ახლა კარგი იქნება, რომ ყურადღება პეტრეს რწმენაში აღდგინების შემდეგ საფეხურსაც მივაქციოთ. ამას ვკითხულობთ ლუკას სახარების იმავე თავში, სადაც ქრისტე ამბობს, რომ მან ილოცა პეტრესთვის. მაშინ შემოbrunდა უფალი და შეხედა პეტრეს და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, მას რომ უთხრა, დღეს სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გავიდა გარეთ და მწარე დატირდა. იესოს მისთვის არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, მხოლოდ შეხედა. არ იყო საჭირო სიტყვები, მხოლოდ ქრისტეს ერთი მზერად საკმარისი იყო. ო, რა საოცარი ძალა იყო ჩვენი გამომსყიდველის ამ ერთ შეხედვაში. ძალა სიყვარულისა, ძალა ღვთიური სიყვარულისა. ამ ერთი შეხედვით ქრისტემ თქვა, პეტრე, ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ვაგრძელებ შენს მიმართ სიყვარულს. არა, ქრისტეს არ ჩაუთვლია საჭიროდ პეტრეს გაკიცხვა, მას არ გამოუმზიურებია პეტრეს საქციელი სხვების სასეიროდ. მე ვფიქრობ, რომ ამ ზერაში მხილება და განკითხვაც არ ყოფილა. მე ამ გამოხედვაში მხოლოდ შეცოდებას, თანადგომასა და სიყვარულს ვხედავ საკუთარი შვილის მიმართ. სიყვარულს, რომელიც მზად არის მიუტევოს. ო, ჩემო ძვირფასებო, მერწმუნეთ, რომ მხოლოდ სიყვარულს შეეძლო ცოდვილი გულის მოდრიკა ისე, როგორც პეტრეს გული მოიდრიკა. იგი გამოვიდა გარეთ და მწარე დატირდა. ქრისტეს სიყვარულმა პეტრე მიიყვანა მონანიებამდე. დიახ, საყვარლებო, სიყვარულს და სხვას არაფერს შეეძლო პეტრეს გულის მოდრეკა. არა, ამ ზერაში არ ყოფილა რისხვა, არა განკითხვა, მხოლოდ სიყვარული, რომელიც თანაუგრძნობდა თავის დაცემულ შვილს. მისმა სიყვარულმა მოიპოვა გამარჯვება და შეხედეთ, დაკარგული ძე ბრუნდება სახლში. მადლობა უფალს. ახლა გავყვეთ შემდეგ საფეხურს, რომელიც უფალმა გაატარა პეტრე მიხავდა რა იგი სახლში. ამის შესახებ ვკითხულობთ მარკოზის სახარების მე-16 თავის მე-7 მუხლში. აქ ანგელოზი ესაუბრება ქალებს, რომლებიც მკვდრეთით აღმდგარი გამომსყიდველის სამარხთან დგანან. მას წადით უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს. აჰა, წინ მიგიწვით გალილეისკენ, იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის. გთხოვთ ყურადღება აქ ორ სიტყვაზე გაამახვილოთ, უფრო სწორად ევანგელიის ყველაზე საოცარ ორ სიტყვაზე. და პეტრეს. ჩაუღრმავდით მათ მნიშვნელობას და აუცილებლად დამეთანხმებით, რომ ისინი მართლაც საოცარი სიტყვებია. ეს იყო პირადი ხარება უფლისა პეტრეს მიმართ. ეს იყო ორადორი სიტყვა, რომლიდანაც ერთი პეტრეს სახელი იყო, ხოლო მეორე 200-სგან შემდგარი დამაკავშირებელი სიტყვა და. რამხელა მნიშვნელობა იყო ჩადებული ამ ერთ პატარა დამაკავშირებელ სიტყვაში. მასში იყო ჩამალული მთელი სახარება, მთელი ძალა ქრისტეს სიყვარულისა.
მისი შესაძლებლობისა, რომ იხსნას ცოდვილი საბოლოოდ, მისი გონიერება, რომ უკან დააბრუნოს დაკარგული ცხვარი. ეს სიტყვა და წარმოგვიდგება მადლის საოცარი მიზნის განხორციელებად, რომელიც აკავშირებს ღვთისშვილს თავის გამომსყიდველთან. მადლობა მას უკუნისამდე. შემდეგ საფეხურს ჩვენ ვეცნობით ლუკას სახარების 24 თავში, სადაც ნათქვამია, რომ აღმდგარი ქრისტე ეჩვენება სიმონს. არ არის ჩვენთვის ცნობილი, თუ სად შედგა ეს შეხვედრა, ან და რის შესახებ იყო იქ საუბარი პეტრესა და ქრისტეს შორის, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ეს ვივარაუდოთ. ღვთის წერილი ამის შესახებ დუმს. ჩვენ ერთი რამ ნამდვილად ვიცით, რომ ეს შეხვედრა იყო პირადი შეხვედრა, ერთი-ერთზე საუბარი, სადაც მესამე არ ესწრებოდა. შესაძლებელია ამ შეხვედრისაც იესომ გაახსენა პეტრეს იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდოდა პეტრეს, რომ ქრისტე იერუსალიმში ტანჯვის გზით წასულიყო, სადაც უნდა მომკვდარიყო. მაგრამ ქრისტე იძახის, მე ეს მაინც გავაკეთე. მე შევედი იერუსალიმში, ვეტანჯე და მოვკვდი ამ სამარცხვინო ჯვარზე და როგორც ხედავ, აღვდექი მკვდრეთით. ამიტომაც პეტრე, მე შემიძლია შენ მოგიტევო ყველა შენი ცოდვები, მე სრული გამოსყიდვა აღვასრულე შენი გულისათვის. ის, რაც შენ ასე რიგად არ გინდოდა და ხელს მიშლიდი, სწორედ ის არის შენი ხსნა. ჩემი სიკვდილი და ჩემი აღდგომა ხდის შესაძლებას, რომ შენ გადარჩე. და იქ მე დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე მიხვდა თუ რა უგუნურებაა ხელმძღვანელო შენი აზრებით და რომ უფალმა ყველაფერი უკეთესად იცის ვიდრე ჩვენ. პეტრეს აღდგენისა და განახლების ამ პროცესში მივაქციოთ ყურადღება, როგორ მიჰყავს იესოს იგი ცოდვების აღიარებამდე. საჭირო იყო, რომ პეტრეს ეღიარებინა თავისი ცოდვა, რომელიც მდგომარეობდა თავდაჯერებულობაში და თავნებობაში. და აი რატომ არის, რომ იოანეს სახარების 21 თავში იესო ქრისტე სამჯერ სვამს კითხვას. სიმონ იოანესავ, გიყვარ ვარ? იესო ქრისტე აქ სიტყვა სიყვარულს იყენებს ყველაზე მაღალი და ძლიერი მნიშვნელობით. აქ იგულისხმება სიყვარული, რომელიც მზად არის თავისი სული დადოს თავისი მეგობრისათვის, რის შესახებაც ვკითხულობთ იოანეს სახარების 15 თავის 13 მუხლში. პეტრე პასუხობს რა იესოს, იგი არ იყენებს ამ სიტყვას იგივე მნიშვნელობით. იგი თავს არიდებს ამას და იყენებს სიტყვა სიყვარულს უფრო სუსტს, ვიდრე ქრისტეს მიერ წარმოთქმულს. ამ სიტყვის გადათარგმნა დაახლოებით ასე შეიძლება. დიახ უფალო, შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, შენ ძალიან ახლობელი ხარ ჩემთვის. თქვა რა ეს იესო ეუბნება, აძოვე ჩემი კრავები. ამის შემდეგ ქრისტე კვლავ ეკითხება, სიმონ იოანესავ, გიყვარ ვარ? იესო ისევ იგივე ძლიერ სიტყვა სიყვარულს იყენებს, რომელიც მზად არის სიცოცხლე დადოს მეგობრისათვის. პეტრე ისე პასუხობს, შენ იცი უფალო, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ. ამის შემდეგ ქრისტე მესამეჯერ მთელი თავისი სიყვარულითა და წყალობით ჩამოდის დაბლა სიყვარულის თავისი გაგებიდან ამ სიტყვის პეტრეს სეულ გაგებამდე, პეტრეს სიყვარულის დონემდე და ისევ იყენებს რა ამ სიტყვა სიყვარულს, კვლავ ეკითხება, სიმონ იოანესავ, ძვირფასი ვარ მე შენთვის. აი რატომ არის ნათქვამი, რომ პეტრე დამწუხრდა. იოანეს სახარების 21 თავის 17 მუხლი. დამწუხრდა იგი არა იმიტომ, რომ სამჯერ კითხა გიყვარ ვარო, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო გახსენება პეტრეს მიერ მისი სამჯერ უარყოფისა, იმისა, რომ მან დაინახა, როგორ ჩამოვიდა იესო უმაღლესი სიყვარულის საფეხურიდან პეტრესეულ სიყვარულამდე. იგი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ მას არ გააჩნდა ის სიყვარული, რომელიც სიცოცხლეს დასდებდა მეგობრისათვის. ამ სახით მან აღიარა თავისი სიღარიბე, თავისი უძლურება, რომ იგი სულაც არ იყო სხვა მოწაფეებზე უკეთესი. და იმ წუთებიდან ქრისტემ დააბრუნა პეტრე არა მარტო თავისთან ურთიერთობაში, არამედ მას დააკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა და უთხრა, აძოვე ჩემი კრავები, წყემსე ჩემი ცხვრები. ამით გამომსყიდველს არ დაუმთავრებია პეტრესთან საქმე, დარჩენილია კიდევ ერთი საფეხური მისი რწმენის სრული აღდგინებისათვის. მიმართავს რა ისევ პეტრეს, იგი ეუბნება მას, მომყევი. იოანეს სახარების 21 თავის 19 მუხლი. სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი სადაც გსურდა. მაგრამ როცა მოხუცდები, გაშლი ხელებს, სხვა შემოგარტყავს სარტყელს და იქ წაგიყვანს, სადაც არ გსურს. ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. აქ აშკარად საუბარია ჯვარზე. იმ ჯვარზე, რომელზეც მან უარი თქვა კესარიის ფილიპეში. გაჰყვე ქრისტეს, ეს ნიშნავს აიღო შენი ჯვარი და გაჰყვე მას. მაგრამ პეტრე არ იყო მზად რომ ეს გაეკეთებინა. აი რატომ ეუბნება მოწაფეებს ქრისტეს შემდგომში. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სული წმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე. მოციქულთა საქმეების 1 თავის 2 მუხლი. დიახ, ეს არის სული წმიდა, რომელსაც ხშირად მივყავართ არა იქ, სადაც გვინდა, არამედ იქ, სადაც არ გვინდა.
მაგრამ მადლობა მას, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ გავყვეთ სიხარულით. დიახ, ძალას, რომ მას მივყვეთ თვით სიკვდილამდეც კი. ორა საოცარი იყო ის დღე 50-ით წოდებული, სადაც პეტრე არა თავისი ძალით, არამედ ძალით სული წმიდისა უმოწმებს ათასობით ადამიანს თავისი აღმდგარი გამოსყიდველის შესახებ. საიდან აქვს მას ეს გამბედაობა? მას ხომ ადრე ეს ნამდვილად არ ჰქონია. იესო ქრისტემ თავისი დაღვრილი სისხლით იყიდა ეს ძვირფასი ნიჭი სული წმიდისა მისთვის და ჩვენთვის. და შენ, ჩემო მეგობარო, შეგიძლია მისი მფლობელი იყო. მიდი მასთან დღეს, ნუ დააყოვნებ.